დღევანდელი სინოდი დასრულდა, როგორც ყოველთვის სინოდის განჩინებას მოგვიანებით წაიკითხავს სინოდის მდივანი. რაც შეეხება შედეგებს, დღეს იყო საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა, 3 კანდიდატი იქნა გამორჩეული. ეს 3 კანდიდატი არის მოსაყდრე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი. შემდგომში მოგეხსენებათ, რომ ამ 3 კანდიდატ შორის კენჭისყრა შედგება უკვე გაფართოებულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრის შედეგი უკვე გვაჩვენოს ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. საპატრიარქო ტახტის მოსაყრემ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა 2 კანდიდატმა მიიღო 7 ხმა. იყო სხვა კანდიდატები, თუმცა პირველი სამეული არ იყო, თუმცა სხვების დასახვედრად. იყო, დიახ, იყო მეუფე გრიგოლკაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდით, რომ ასაკობრივი ზღვარი ყოფილიყო ბოლომდე. დღევანდელ სხდომაზე თავარი პრინციპული საკითხი, რაც აი ამ თემებს გადაწყვეტდა, იყო ის, რომ მართვა-გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით.